Brod შევდივით სახში მე სერვისალმებოდი ხოლმე ჩემს. ჩემაც რომ არ იცის თავდაცვის სამინისტრო სად არის? ტერიტორიულად არ იცის. მინდა გამოვეხმაურო ისევ გოგა ბარბაქაძის ტყუილებს, ის ცინიკურად იძახის თურმე მისმა მეუღლემ არ იცის თავდაცვის სამინისტროს მისამართი. მე შემთხვევით შევამჩნიე იგი თავის მეუღლესთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ეზოში, როდესაც ესაუბრებოდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, მე შემთხვევით აღმოჩნდი იქ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე. აქვე აღნიშნავ ლევანი ზორიას დროს ზოგიერთი მსახიობი და მომღერალი იყო ვარსკვლავიან თანამდებობაზე გაფორმებული, რაც არის კანონის უხეში დარღვევა. ეს პიროვნებები არ დადიოდნენ სამსახურში და იღებდნენ ხელფასს. მაგალითად არ გაგვიკვირდება ვიცით ჩვენ მომღერალი ლექსენი რო იყო დასაქმებული თავდაცვის სამინისტროში. ასევე მინდა გითხრათ დღევანდელი პატიმარი სოსო გოგაშვილის მითითებით ეს პიროვნებები, ეს მსახიობები ინიშნებოდნენ ამ ვარსკვლავიან თანამდებობებზე, სადაც მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები უნდა დაინიშნონ ამ ვარსკვლავიან თანამდებობაზე. მაშინ ეს პიროვნება იყო სოსო გოგაშვილი კონტრდაზვერის უფროსი და ასე უხეშად ერეოდა მათ დანიშნებში. შემდგომ ლევანი ზორია მაკაროვის სისტემის იარაღებს მათზე საჩუქრად გასცემდა. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამ იარაღს ეს პიროვნებები იღებდნენ მოსკოვის გამზირიდან, იარაღების საწყობიდან. ასე რომ, როდესაც შემდგომ ლევანი ზორია გადადგა თანამდებობიდან, აუდიტის სამსახურმა დადო დასკვნა, რომ 750 მილიონი იყო გაფლანგული, მოპარული იყო ეს ფული ბიუჯეტიდან, ხოლო იზორიას დაჭერის ნაცვლად ეს პიროვნება გააგზავნეს გერმანიაში ელჩად, დააწინაურეს. დავით ნემსაძე იმიტომ არ მოწონდათ, რომ კორუფციაში და ნეპოტიზმში და ამ კანონის უხეშ დარღვევებში ამხელდა. მე გახლავართ ყოფილი სამხედრო მისიის მონაწილე და 2008 წლის ომის მონაწილე. სწორედ ამ დღეს მე ვიმყოფებოდი მოსკოვის გამზირზე სატანკო ქარხნის ბაზის მორიგე, რა დროსაც საღამოს გვიან მოვიდნენ პოლკოვნიკი ლუტიძე, მაიორი შეიშმელაშვილი და ბაზის იურისტი კაპიტანი იოსებ ბახტურიძე. ბაზის ტერიტორიაზე მანქანით მოიტანეს პურმარილი, მეთაურის ოთახში ავიდნენ, გაშალეს სუფრა, გახსნეს შამპანურები, მოგვიანებით რო შეზარხოჩდნენ, მაკაროვის სისტემის იარაღიდან დაიწყეს გასროლა, რომ დღეს რომ დავით ნემსაძეს ცემეს და მოარტყეს და ასე ვთქვათ აღნიშნავდნენ. არ ვითანამშრომლებ არასდროს ჩვენ პროკურატურასთან და გამოძიებასთან, იმიტომ რომ დობა არ მაქვს მე მათ ყალბი ბრალდებით 2008 წლის შემდგომ დამიჭირეს მე. მე ამ საქმეების ირგვლივ ვითანამშრომლებ და ჩვენებას მივცემ ევროპის სასამართლოში, რომელსაც აწარმოებს დავით ნემსაძის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი. გავლენის აგენტის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ეხლა თქვენი გადასაწყვეტია დაუჯერებთ 2008 წლის ომის ვეტერანს, ერაყის მისიის ოფიცერს, თუ დაუჯერებთ აგერ ამ მასხარას, რომელიც ხელისუფლებას ყველა პოზაში აძლევს, ოღონდ მისი ფინანსური კეთილდღეობა უზრუნველყოს. რო ძალოვანი უწყება და მისი თანამშრომლები ასე ზეიმობდნენ ჩემზე განხორციელებულ კრიმინალურ ორგანიზებულ თავდასხმას, რატომღაც არ მაკვირვებს. ეს ხო ზუსტად ის ხალხია, რომელსაც მე იარაღის ვაჭრობაში, თანხების გაფლანგვაში, მითვისებაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში პერმანენტულად ვამხელდი.